მართალია დღემდე არაფერს გვეუბნებიან 27-დან 3-მდე რა ნივთიერებით წამლავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ ყველაზე მეტად ეს პასუხები სწორედ საქართველოს იმ მოქალაქეებს ჭირდებათ, ვინც დღემდე უჩივის პრობლემებს აქციებზე ყოფნის შემდგომ. კეთი ხომერიკი ერთ-ერთი ასეთი. მოგესალმებით კეთი, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის პირველ რიგში. კიდევ ერთხელ ბოდიშვიხთი წინასწარ, რომ თქვენ გიწევთ ჩემს კითხვებზე პასუხად თქვენ მდგომარეობაზე საუბარი, რომელიც შედეგია აქციებზე დგომისა. თქვენ ამ ყველაფერს, რაც დღემდე მოყვებათ ჯანმრთელობის პრობლემებით, უკავშირებთ სწორედ აქციებზე გამოყენებულ ნივთიერებებს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საერთაშორისო გამოძიება და პასუხი კითხვაზე რა გამოიყენეს? ნუ რა თქმა უნდა, უმთავრესად მნიშვნელოვანია, რადგან გავიგოთ როგორ ვიმკურნალოთ, მარტო მე ხომ არ ვარ დაშავებული რამდენი ადამიანია და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, რადგან 19 წლის ასაკში ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის ის ყველაფერი, რაც მე დამმართეს. და აუცილებელია, რადგან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა არ გვეუბნება რა ნივთიერებით მოგწამლეს, რა დაგმართეს საერთოდ ადამიანებს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა დაგვეხმარონ საზღვარგარეთიდან. კი ბატონო. აი თქვენ შემთხვევაში მესმის რომ ეს ძალიან რთული თემაა თქვენთვის, ახსენეთ რომ ხართ 19 წლის და რა მოყვებათ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრიდან? რა ჯანმრთელობის პრობლემები კეთი? აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შემიძლია ვთქვა არის თავის ტკივილი, იმიტომ რომ ახლაც მტკივა თავი და სახეზე მგონი მეტყობა რამდენად ძალიან ლამაზად გამოიყურებით კეთი, ტკივილი ვერ არღვევს ამას, მაგრამ ხო თავის გამუდმებული ტკივილი. კი, ცხვირიდან სისხლდენაც მქონდა, ამ ბოლო დროს შემიწყდა და რა ვიცი, ჯერჯერობით თავი არ უჩენია ამ ყველაფერს, თავბრუს ხვევა, საშინელი, აი თავიდან დარბევების შემდეგ ყურში წუვილის ხმა, წნევები დაურეგულირებელი, რითიც ცხოვრება საერთოდ შეუძლებელი იყო, თუმცა ამ ბოლო დროს ფიქრობ, რომ ცოტა დასვენების შემდეგ ეს ყველაფერი დაალაგდა. დაახლოებით წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი, თქვენ მე მიყვებოდით ღამით სისხლდენებზე ცხვირიდან, რომელიც თავის ტკივილი მაგალითად გუშინ ღამესაც ისეთი მქონდა, საერთოდ არ დამეწინა. ეს არ იყო მანამდე თქვენ შემთხვევაში არც ერთი ჯანმრთელობის, რომ თქვენ ამას უკავშირებთ კონკრეტულ მოვლენას, როცა დღეს, რომლის შემდგომაც შეიცვალა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კი, რადგან ეგრე არასდროს არ მახსენდება, რომ ეგრე დამმართნოდა თუნდაც თავის ტკივილი ვერ გამეყუჩებინა ან რაიმე მსგავსი. არც მქონია ასეთი ძლიერი თავის ტკივილი მანამდე. და რაც შეეხება ნივთიერებებს, აი თქვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვა რომელია, აი რა გინდათ რომ იცოდეთ იმ დღეების შესახებ, როგორც მოქალაქე? რითი მოგწამლეს, რატომ მოგწამლეს, რა იყო აი ამის გამომწვევი მიზეზი, ანუ რას ვაშავებდით ისეც, რომ უკვე აი თუნდაც ჩემი მაგალითი ავიღოთ, რომ უკვე დაშლილ აქციაზე ლამის რუსთაველის მეტროსთან დაგვიშინეს გაზის კაფსულები და წყლის ჭავლები, ანუ რა იყო ამის მიზეზი, ხო უნდა გვითხრან გაგვიმარტონ რა ნივთიერება იყო ელემენტარული 9 აპრილს, რომ მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა ხალხი დაწამლა, იმათ მათქვეს რა ნივთიერება იყო და ხალხს მკურნალობაში ამგვარად დაეხმარნენ და არ ვიცი 21 საუკუნეში ასე რის ხარჯზე უნდა მოიქცე და რა გარანტიები აქვთ რუსეთიდან თუ საიდანაც არ უნდა გქონდეთ, ვერ ხვდები, რატო იქცევიან ასე. და კეთი, ვიდრე დაგემშვიდობები, მე გითხავთ თქვენი მოტივაციის შესახებ, ის მოტივაცია არის გამოც თქვენ იდექით ქუჩაში, კვლავ რჩება მოტივაციად, იმიტომ რომ არ შეცვლილა ის რის შეცვლაც გინდოდათ. თქვენი მოტივაცია რა არის დღემდე და მე მესმის რომ ძალიან ძვირია ფასი, რომელიც თქვენ კონკრეტულად გადაიხადეთ 19 წლის ასაკში და ხომ არ როდესაც გავიმარჯვებ და როდესაც ამ ყველაფერს შედეგი მოყვება, ეს ძვირი ფასი დაგვავიწყდება ყველას დარწმუნებით. და როდის მოყვება შედეგი? აი რა არის შედეგი თქვენთვის? ეს არის ჩემი კითხვა. შედეგი არის აუცილებლად ამ მთავრობის შეცვლა და აუცილებლად შემდეგი მთავრობის იქნება თუ პარტიის თუ აი არ ვიცი, ნებისმიერ ადამიანი ვინც რაიმე სათავეში იქნება, იცოდეს რომ არასდროს მსგავსი არ გაუვათ. არასდროს ეს არ არის სამართლიანობა და სამართლიანობის გარეშე კიდევ არ ამგონი რომ რამე შეიქმნას სახელმწიფოში.
კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენ მადლობა სტუდიაში. თქვენ. მადლობა ქეთი ხომერიქს, 19 წლის გოგოს, რომელიც საუბრობს, რომ აი აქციებზე ყოფნის დროის შემდგომ მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, აგერ უკვე რამდენი ხანია.